მოგესალმებით კოლეგებო, სხდომას გახსნილად ვაცხადებთ, ქორუმი არის. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ერთი საკითხის განხილვა. ეს არის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის საკონსულტაციო საბჭოების დამტკიცების საკითხი. მოგეხსენებათ ჩვენ წინა კომიტეტის სხდომაზე დავამტკიცეთ ორი საბჭო. ეხლა დავამტკიცებთ ასევე ორ საბჭოს კერძოდ. ეს არის საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იქნება მწერლობის მიმართულებით, ასევე საკონსულტაციო საბჭო თეატრის და კინოს მიმართულებით. წარმოგიდგენთ საბჭოს შემადგენლობას. ეს არის საკონსულტაციო საბჭო მწერლობის მიმართულებით გახლავთ გურამ ოდიშარია, საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი, მწერალი, ასევე ქეთევან დუმბაძე, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, ასევე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ასევე ქალბატონი ქეთევან ტომარაძე, რომელიც გახლავთ მწერალი, რედაქტორი, ასევე ჩვენი აპარატის აწუყე ყოფილი თანამშრომელი. რაც შეეხება თეატრის და კინოს საბჭოს, გახლავთ გიორგი სიხარულიძე, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ შველიძე, ასევე რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, ნოდარ დუმბაძის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი. ეს არის შემადგენლობა, რომელსაც წარმოგიდგენთ დასამტკიცებლად. ეს იქნება საბჭოები, რომელსაც მე პირადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, იმისთვის რომ ჩვენს დარგებში ის არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც გვაწუხებს და რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა წარმატებით გადავჭრათ, ეს ადამიანები ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საპარლამენტო ფორმატში და ვფიქრობ, რომ როგორც ცალკე, ასე ვთქვათ, კომიტეტის ფორმატშიც ისინი შეიკრიბებიან ჩვენთან ერთად და იმშელებენ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, წარმოგიდგენთ ამ ორი საბჭოს შემადგენლობას დასამტკიცებლად და ასევე წარმოდგენილ დებულების პროექტსაც დასამტკიცებლად. თუ გვაქვს რაიმე განსხვავებული აზრი, შეგვიძლია ვთქვათ, თუ არა და მაშინ ვყაროთ გენჭი. შესაბამისად, წარმოდგენილი საბჭოს დებულებები დამტკიცებულია, ასევე დამტკიცებულია საბჭოს შემადგენლობები. შესაბამისად, სხდომას დახურულად ვაცხადებ. დიდი მადლობა.